ჯან-ლუიჯი დონარუმა შესაძლოა მოულოდნელად პარიზიდან ლონდონში გადავიდეს. ჩელსი სერიოზულად დაინტერესდა PSG-ს მეკარით. ლონდონური კლუბი რობერტ სანჩესის არასტაბილური სეზონის შემდეგ საიმედო მეკარეს ეძებს. დონარუმა კი ძირითად სამიზნედ ითვლება. 26 წლის იტალიელმა უკვე ბევრს მიაღწია კარიერაში. 2021 წელს ის ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების გმირი გახდა. 24-25 სეზონში დონარუმამ უზარმაზარი წვლილი შეიტანა PSG-ს ჩემპიონთა ლიგაზე პირველ გამარჯვებაში. თამაშში არასტაბილურობის ეპიზოდების მიუხედავად, დონარუმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ რჩება. ის განსაკუთრებით ძლიერია კრიტიკულ მომენტებში, სადაც მისი სიმშვიდე და პენალტების მოგერიების უნარი აშკარაა. მან უკვე მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი, ლიგა 1-ის 4 ტიტული, საფრანგეთის 2000 და პირადი ჯილდოები. დავამატოთ, რომ მისი კონტრაქტი PSG-სთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში, თუმცა ჩელსიმ შესაძლოა მოლაპარაკებები დააჩქაროს კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ. ამ ტურნირში გამარჯვება კლუბს ამ ტრანსფერის ფინანსურ მხარდაჭერას შეუქმნის. ასევე კითხვა რჩება. გადაწყვეტს თუ არა თავად დონარუმა პრემიერ-ლიგაში გადასვლას, ლიგაში, სადაც ის ისედაც კარგად არის ცნობილი ინგლისური გუნდების წინააღმდეგ შესანიშნავი თამაშების გამო.